განვლილ ცოდვებზე ფიქრი რამდენად სასარგებლოა. მე პირადად ძალიან მაწუხებსო. სწორია მონანიებულ ცოდვასთან უკან დაბრუნება. ეხლა როგორი ამბავია იცით, აი, როდესაც რაღაცა ხორციელი ცოდვა აქვს ადამიანს ჩადენილი, რაღაცა ისეთი, ჯობია რომ არ გაიხსენოს. იმიტომ რომ ამ გახსენებამ შეიძლება იგივე ცოდვაში ჩააგდოს. ეხლა რაღაცა უზნეო წმინდური ცოდვა აქვს ჩადენილი. თუ ამას ხშირად გაიხსენებს, შეიძლება მიაბრუნოს ამ ფიქრებმა უკან და რაღაცა ჩაადენილოს. მაგრამ თუ რაღაც სულიერი ცოდვა აქვს ადამიანს ჩადენილი, აი სადღაც ამპარტავნულად თქვა, სადღაც შეშურდა, სადღაც იძუნწ. ესენი ჯობია რომ ახსოვდეს, იმიტომ რომ ამას სიმდაბლეში მოიყვანოს. რომ გაიფიქრებს, რომ ვიღაცაზე მეტია, გაახსენდეს, რომ როგორი შურიანია, როგორი ძუნწია, როგორი ამპარტავანია, ჯობია რომ ესენი ახსოვდეს. თუმცა აი მე რაც წამიკითხავს წმინდა მამებთან, ჯობია რომ ის ხორციელი ცოდვები დაივიწყოს. თუმცა იმ ხორციელი ცოდვების გამო სიმდაბლე ჰქონდეს. და მეორეა კიდე აი თუ იმ ხორციელი ცოდვების გახსენება ან სულიერი ცოდვების ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს, უიმედობაში აგდებს, ჯობია არ გაიხსენოს. მაგრამ სადაც ამპარტავნების საშიშროება, იქ ჯობია რომ გაიხსენოს. აი სადაც ადამიანს გაქებენ, იქ ჯობია რომ გაიხსენო რა ნაგავი გაქვს ჩადენილი. გულში რა ნაგავი გაქვს. მაგრამ სადაც უიმედობის ფიქრები გაქვს, იქ უნდა გაიხსენო რომ ღმერთი მოწყალია და მე რა რომ ჩადენილი გაქვს, ღმერთი მოწყალია და გაპატიებს. მაგრამ სადაც სხვაზე მეტობის წარმოდგენა გექნება უკვე, იქ ჯობია გაიხსენო რომ თლათ ეგრეც არ არის საქმე. შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მტკიცედ და მყარად იდგეს ფეხზე.